ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და ეს მეოთხე ნახევარფინალია დღევანდელი შოუ და მხოლოდ ორი კონკურსანტი მოხვდება ფინალში. ერთ თქვენ ტელემაყურებლები თქვენი ზარებით აერთეთ, ხოლო მეორეს ნიჭიერის ჟიური გამოავლეს, ასე რომ მიაქტიურეთ მათთვის ჯეოსერის და ბილანის აბონენტებმა. და კიდევ ერთ კონკურსანტ ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკი მისცემს დამატებით ჩანს. მისი ვიდეო განთავსდება ბანკის გვერდზე Facebook-ში. თქვენ რა უნდა ქნათ? უნდა დალაიქოთ. და თიკა, აბა ეხლა რას ვაკეთებ? რა ვიცი, ვანიკო, ხერ ხავ რაღაცა? არა, მოიცა, აბა ეხლა ვინ ვარ, ვინ? რა ვიცი, ვანიკო, ხარ უბრალოდ დიდი ბოთლი გიჭირა? არა, ირაკლი ბიბილურის იმიტაციას ვაკეთებ. ნახე ჯერ ვიოლინოვი, ეხლა ბავშვი ვარ. კარგი ვარ. პანტომიმის მსახიობი ირაკლი ბიბილური. გაგვეცანით ბიბილური ირაკლი. ირაკლი ბიბილური. პანტომიმის თეატრის მსახიობი. ვიოლინოს უკრავ. შეგიძლიათ საერთოდ. ძალიან დამაჯერებლად ითამაშეთ ვიოლინოს როლი. კარგი იყო, უდაოდ კარგი. დიდი მადლობა. მე ვამბობ. კი. ჩვენ გაგვს სამი კი. ნიჭიერში მონაწილეობის მიღება გადავწყვეტა, იმიტომ რომ შემომეტანა სრულიად განსხვავებული სტილი. ამ პროექტში ეს არის პანტომიმის ჟანრი. ამ სფეროში ბევრი საინტერესო და კარგი რამ კეთდება. ნიჭიერმა მომცა საშუალება, რომ ეს ყველასთვის მეჩვენები. ნახევარფინალში გადასვლა მიხარია, იმიტომ რომ მაქვს შანსი მაყურებელს უკეთესი სანახაობა ვაჩვენო. მაშასე მსახიობი ირაკლი ბიბილური. ირაკლი ბიბილური. ოჩახ ირაკლი. მოდით ერთი წუთი რაღაც მაინტერესებს. წაგან ნახეთ იცინოდით. მე რაღაცები მოხდა, ხომ მშვიდობა რა მოხდა? აბა გითხარი.
ავარია მოგვივიდა, ავარია. მანამდე ბავშვები იყავით. ხო, ადამიანის ცხოვრების გზა არის ნაჩვენები ნომერში. აი რა მოკლე ყოფილა ეს ცხოვრება. სულ რამდენიმე წამი, წუთი. მოდი ჟიურის კითხოთ. როგორ შეაფასებს ირაკლის გამოსვლას? ვანო, მოდი შენ კითხავ პირველი. ირაკლი, აირბაგის გახსნაც რომ გაგეკეთებინათ, თათ უკეთესი იქნებოდა. ხვედი არ ქონდა შეკრული. ხვედი არ ქონდა შეკრული. მაგრამ არა უშავს. ირაკლი, სიმართლე გითხრათ ამ ხელოვნებას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ რაც ვნახე იყო ძალიან ეფექტური. მართლაც გეტყობათ რომ პროფესიონალი ბრძანდებით ამ საქმეში. ძალიან დიდი მადლობა, ვანო, ძალიან მიხარია. გეგა. ხო არა, ცხოვრებაც გავიგე, ყველაფერი გასაგებია და ტრაგიკული დასასრულიც გასაგები იყო. ირაკლისზე არის ერთი ცოტა ორგვარი ის მაქვს ხოლმე შეფასება, იმიტომ რომ ვიცი რომ მართლა პროფესიონალია და ყოველთვის არც ტემპი ეშლება, არც რითმი, არც სინქრონი, არაფერი და ყოველთვის არაჩვეულებრივ შოუს დგავს. რაც ის ვიცით რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მართლა ამ იმდინარეობას მე მგონი ჭირდება ბევრად უფრო დაფასება და ხელშეწყობა რომ განვითარდეს. გეგა დარბაზო მოგიწონა შეფასება. სოფო როგორ დააბოლო? ალბათ არ იყო მხოლოდ პანტომიმის თეატრი, ეს იყო ძალიან დახვეწილი, მრავალფეროვანი ნომერი, სადაც იყო ცეკვა, თეატრი, ყველაფერი ერთად გაერთიანებული და ირაკლი დავინახეთ ძალიან სხვადასხვა კუთხით და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია მართლა და ძალიან მომეწონა, განვითარება ჰქონდა ნომერს და ძალიან ლამაზი გაკეთებული იყო თითოეული დეტალი, რომელიც მან ახლა დღეს აჩვენა. ძალიან კარგი იყო. დიდი მადლობა ჟიურის და მე მაყურებელს შეგახსენებთ თუ მოგწონთ თქვენს ასევე მოგეწონათ ირაკლის ნომერი, დაურეკეთ მაგთის ჟეოსაის და ბილანის აბონენტებმა ნომერზე 907. ახლა კი აპლოდისმენტების თანხლები გავაცილოთ ირაკლი ბიბილური და ბავშვები.